აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით რაჭაში პროექტი ევროპული არდადეგები 2023 გაიმართა. ევროპული არდადეგები უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში. პროექტში ტრადიციულად აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები არიან ჩართული. ამ ღონისძიებაში არის ჩართული ჩვენი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სააგენტო. ასევე ეს ღონისძიება ტარდება ნატოს საინფორმაციო ცენტრის ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი მხარდაჭერით და რა თქმა უნდა, რომ არა ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მოქმედებს კულტურის სამინისტროს კოლგის ქვეშ, ჩვენ ვერ შევძლებდით ამხელა მასშტაბის ღონისძიების გაკეთებას, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები იღებენ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, 80-ზე მეტი ბავშვი იღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. საბანაკე პროგრამა არის მრავალფეროვანი, რომელიც მოიცავს სპორტულ ოლიმპიადებს, კულტურულ შემოქმედებით ღონისძიებებს, საგანმანათლებლო ტრენინგებს და ასევე შეხვედრებს სპორტისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებთან და საერთო ჯამში ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სხვადასხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარებას და ცნობადობის გაზრდას ყველაზე საჭირო საკითხებზე. შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მიმდინარე კვირის განმავლობაში საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. თუ რა გზა გავიარეთ, რა ეტაპზე ვართ, რა გამოწვევები და პერსპექტივები არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.